მარხვა ადამიანისთვის იმ დროიდან დაწესდა და განდიდდა, როცა ადამ და ევა სამოთხეში მკვიდრობდნენ. უფალმა მათ აუწყა, რომ ყველა ხის ნაყოფი ეხმიათ გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისა, რადგან მისი მიღების შემთხვევაში მოგდებოდნენ. ასე დაუდგინა შემოქმედმა მარხვა პირველ ადამიანებს. ძველ აღთქმაში კიდევ ერთი ხის სახელიც არის მოხსენიებული. ხე სიცოცხლისა. მისი მიღება უფალთან მარადიულ ცხოვრებას გულისხმობდა, ასე რომ მარხვა სულის ცხონებისა და უფალთან მარადიული კავშირის საშუალებაა. სამოთხეში მარხვა იყო სულიერი, რადგან კეთილისა და ბოროტის შემეცნებელი ხე სულიერი იყო. სიცოცხლის ხის გასინჯვა ხმევა თავის თავში უფლის სიყვარულის განცდას, მის მადლმოსილებას ნიშნავს, რომელშიც ადამი ცხოვრობდა და ამგვარი ურთიერთობით მარადიულად იქნებოდა უფალთან. რაც შეეხება კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს, მის შესახებ უფალმა ადამს ამცნო, კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოგდები, ასე რომ მოგდინება თეორიულად იცოდა ადამმა. აქ სულიერ სიკვდილზეა საუბარი. ადამს უფლისაგან ჰქონდა ცოდნა დაცემული ანგელოზის სულიერი სიკვდილის შესახებ და მას თავის თავში სწორედ ეს მდგომარეობა არ უნდა გამოეცადა. მარხვა ადამიანისთვის მორჩილებასა და ღვთის სიტყვაში შესმენაში უნდა გამოხატულიყო, რაც მან არ აღასრულა და უფალს ეურჩა. ბოროტება სწორედ მარხვის დარღვევითა და ურჩობით შემოვიდა ადამიანსა და შესაბამისად ადამიანის ბუნებაში. ამის შემდეგ მან საკუთარ თავზე გამოცადა ღვთის სიყვარულისა და მადლის მოკლება. იგი გაურბოდა შეხვედრას უფალთან და უფრო მეტიც, ყველაფერში საბოლოოდ უფალი დაადანაშაულა. მადლის მიკლებით მისთვის ტკივილის მომგვრელი გახდა სამოთხეში ყოფნა. ეს ტკივილი და გაუსაძლისი ყოფა მარადიული რომ არ ყოფილიყო, ამიტომ განიდევნა სამოთხიდან, რათა საკუთარი მდგომარეობა განეცადა, რას მოაკლდა და რა ვითარებაში აღმოჩნდა, რათა სინანული გასჩენოდა. ცოტა ხანში საკუთარი თვალით ნახა ამორჩობის შედეგი. მემკვიდრეების ცოდვით დაცემა და მრავალი უკეთურება შვილებსა და შთამომავლებში, რისი საწყისიც თავად ადამი იყო. აღთქმა უფლის მოწყალებით მაინც მიიღო მან. უფალმა აღუთქვა, რომ მას დააბრუნებდა სამოთხეში. ეს მაცხოვრის განკაცებით აღსრულდა. უფალმა მოწყალება მოიღო და ადამის მოდგმა სიცოცხლის ხე კვლავ მოუტანა მაცხოვრის განკაცებითა და ჯვარცმით. უფალმა ის აღთქმა შეასრულა, რომელიც თავის დროზე სამოთხიდან განდევნილ ადამიანს დაუდო. მის მოდგმას, ანუ თითოეულ ჩვენგანს, აღდგომის შემდგომ მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა, რითიც სამოთხეში დაგვაბრუნა. მარადიულობას ადამიანი ნათლობის გზით იღებს, უფალთან თანაზე არ ყოფით. მისი მცნებების აღსრულებით კი იმ ნაყოფს იღებს, რომელსაც ადამი დაცემამდე ღებულობდა. ქრისტეს ორი ძირითადი მცნებით, გიყვარდეს უფალი და გიყვარდეს მოყვასი, უნდა საზრდოობდეს ადამიანი. წლის განმავლობაში დაწესებულია 4 ხანგრძლივი მარხვა, თითოეული მათგანი წინოძღვის 4 დიდ დღესასწაულს. ესენია დიდი, ანუ სააღდგომო მარხვა, პეტრე პავლოვის მარხვა, მარიამობის მარხვა და შობის მარხვა. დიდი მარხვა, აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე მძიმეა. თევზით ხსნილია ხარების დღესასწაულზე, რომელიც 7 აპრილს აღინიშნება, ლაზარეს შაბათისა და ბზობის დღესასწაულებზე. დიდი მარხვა 49 დღე გრძელდება. პეტრე პავლოვის მარხვა ცვალებადი ხანგრძლივობისაა და 8 დღიდან 42 დღემდე მერყეობს. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათ დღეს და გრძელდება პეტრე პავლოვის დღესასწაულამდე, ანუ 12 ივლისამდე. 4 შაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით. მარიამობის მარხვა იწყება 14 აგვისტოს და გრძელდება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე, 28 აგვისტომდე. თევზით ხსნილია ფერისცვალების დღესასწაულზე, 19 აგვისტოს.
შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება და ქრისტეშობის დღესასწაულამდე 7 იანვრამდე გრძელდება. იგი 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა. ეკლესიისგან დადგენილია ერთდღიანი მარხვები. ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა სადღესასწაულო ან მოსამზადებლის პერიოდებისა. ოთხშაბათს იუდას გამცემლობისა და პარასკევს მაცხოვრის ჯვარცმის ნიშნად. მარხვა დაწესებულია ნათლისღების წინადღეს, ანუ 18 იანვარს, საუფლო დღესასწაულისთვის ჯეროვანი მომზადების მიზნით. უდიდესი წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს 11 სექტემბერს ასევე მარხვაა დადგენილი. მაცხოვრის მიერ ჯვარზე აღსრულებულ უნებათა მოსახსენებლად მარხულობთ ჯვართამაღლების დღესასწაულზეც, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება.